რკინის დეფიციტი როგორ შევივსოთ? აი ხომ რკინის პრეპარატის დანიშნო არის შეცდომა, ძიმე მეტალია, თქვენგან ვიცით, მაგრამ რითი შეივსოს ადამიანმა ეს რკინის დეფიციტი? თვითონ რკინის დეფიციტი, ასეთი ტერმინი არის შეცდომა. რკინა დეფიციტი, რკინა არის ყველაზე ერთ-ერთი სახიფათო ელემენტი, რომელიც თავისუფალი სახით ორგანიზმში თუ არის იწვევს ჟანგვით პროცესს, ანგრევს ყველაფერს, იწვევს ღვიძლის ციროზებს, იწვევს ქვეყანა რაღაც პრობლემას. თავისუფალ მდგომარეობაში რკინა საერთოდ არ არის საჭირო ორგანიზმში. თავარი ერთი წუთი. ეს არის ვიღაცამ ეხა იმისი არ იყოს ძმაკაცი მეორეს რეუნება შერმაცულმა მითხრა პარიში ვარ ნაყოფე და არა ბიჭო ვიღაცამ ასწავლაო. ესე იგი დღეს მოდაშია და არიციან ექიმების ერთი ნაწილი ნიშნავს გამოკვლევას, რომლის დანიშნულებას არ იცის. მოდაშია ფერიტინი და B12 ვიტამინი და უკეთებენ და რკინა და რო გაუკეთებენ მე რა პასუხს რომ მიიღებენ ისთვის უკეთებენ ის თვითონ არიციან. კიდევ ერთხელ, თავარი მომენტია რომ რკინა კი არ იყოს საკმარისად, იყოს ჰემოგლობინი და საკმარისი რაოდენობით რომ თავის ფუნქცია ერითროციტმა შეასრულოს. ხო, ესა და არა ის რომ რკინა რამდენია ორგანიზმში. თავისუფალი რკინა შეიძლება ცოტა უნდა იყოს. ჰემოგლობინი უნდა იყოს ნორმის ფარგლებში. ფერიტინი ეს არის ცილა, აი ვერ ვკითხო ფერიტინი ბევრი მაგან ცოტა მაგ. ფერიტინი არის ცილა, რომლის დანიშნულებაც არის რომ რკინა შეინახოს უსაფრთხო ფორმით. რომ რკინა თავისუფალი არ მოხდეს ორგანიზმში. თუ ფერიტინი დაბალია, პრობლემაა, იმიტომ რომ თავისუფალი რკინა მეტი რჩება ორგანიზმში და იწვევს ინტოქსიკაციას, ჟანგვით პროცესებს. აი ეს არის მიზანი და ამიტომ რკინის რაოდენობა კი არ უნდა განსაზღვროთ. განსაზღვროთ ჰემოგლობინი რამდენი გაქვთ, ერითროციტები რამდენი გაქვთ. და ეს რკინა დეფიციტური და რკინა იქ ეხლა არის დაავადება რკინა დეფიციტური ანემია, იქ კიდე სხვა მოვლენა, ავტოიმუნური დაავადება, სულ სხვა მიმართულება აქვს. ანუ ისე როგორც ფარისებ ჯირკვალზე არის ავტოიმუნური თირეოდიტი და არის ჰიპოთირეოზი და სულ სხვა ავტოიმუნური თირეოდიტი არ შეიძლება იოდის დანიშნო და ჰიპოთირეოზის დროს პირიქით იოდი უნდა დავნიშნოთ. არა და ორივე ჰიპოთირეოზი, ანუ ჰორმონის ნაკლებობით მიდის. ლოგიკით რომ დაფიქრდე, იქაც იოდია საჭირო. არა. პაციენტი ყავდა დღეს ავტოიმუნური თირეოდიტი იოდი მომწე კელფს ვავდა. შეცდომა. ანუ კიდევ ერთხელ, აქ რკინა კი არა მთავარი ჰემოგლობინი როგორ არის? თავი ფერიტინი ამდენი ცილა გვაქვს, რომელიც რკინას აკავებს. თუ იმის დეფიციტი გვაქვს, პირველი ნატურალური საშუალება ეს არის ხორცი, საქონლის ხორცი ყო პირველ ადგილზე დგას. ეხლა ვიღაცამ მომწერა ხორცი ძვირია და ეს არის, ბატონო მე მეკითხებით რა უნდა ქნა და მე ძვირია თუ ის არის, მაშინ იმუშავეთ ცოტა მეტი და მეტი შემოსავალი გექნება და იმუშავეთ უკეთესად. რა გითხრათ მეტი თუ ხორცი ჯობია, წამალს ომერ ჯობია, წამალისვა და ღვიძლი გაიცხიმოვნო, ციროზი გადაიმართოთ. ამიტომ რკინა ჩემი აზრით თანამედროვე მედიცინაში აღარ ინიშნება ასე როგორც ასეთი პრეპარატის სახით. ეს არის ძალიან დიდი ხიფათი. მე გაოგნებული ვარ.